მსგავსი ტრამეთერში ბევრჯერ მყოლია, მაშინ ირინაც სუდადიო და ჩემთან დეა და ბევრი სტუმარი მყოლია და სულ ჩემი სვამდით ამ კითხვას, რომ ხომ არ აკლია ამ პროცესს სოლიდარობა, მაგრამ ეხლა აბსოლუტურად არ ისმის, ხო ეს კითხვის ნიშნებიც არ ჩდება, ასეთი სოლიდარული ეს სფერო არ ყოფილა მგონი. ხო, მე ცოტა პესიმისტურად დავიწყებ. მაგრამ იმედია ოპტიმისტურად დაასრულებ. ცოტა დანტეს დავესესხები, ჯოჯოხეთით დავიწყებ და 60-მდე კი ბატონო, მაშინ შეგიძლიათ. ხო, ამიტომ ვამბობ. რა თქმა უნდა დააგვიანა. თეატრი უნდა გაფიცულიყო მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა გაგებით მოეკიდეთ პატიმრების კრიმინალს. თეატრი უნდა გაფიცულიყო, როცა საყდრისი აფეთქდა. თეატრი უნდა გაფიცულიყო, როდესაც ჟურნალისტი გარდაიცვალა, როდესაც გოგონა გარდაიცვალა ვაკის პარკში. თეატრი უნდა გაფიცულიყო, მუზეუმების საქმე რო დაიწყო, კინო ძალიან დააგვიანა თეატრმა. და როდესაც ხელოვნება აგვიანებს ამბოხს, მივდივართ იქამდე, სადამდეც მივდივართ. ეს არის მთავარი პრობლემა. იმიტომ რომ სიცოცხლე, ერთმა ფილოსოფოსმა თქვა, სიცოცხლე არის ამბოხი სიკვდილის წინააღმდეგ. ამიტომ ხელოვნება თუ არ იქნა, ხელოვნება როგორც ამბოხი ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც აი თუნდაც ის კანონი რომ მიიღეს ცენზურის. ხო რომ ჩვენ თუ დღეს არ ვთქვით ის, რასაც ვფიქრობთ, იმაზე უარესი იქნება, ვიდრე დღეს არის. ანუ ეს არის მარტივი ლოგიკა. ამიტომ ნებისმიერ საუკუნეში რა ინკვიზიციის წინააღმდეგ იყო ხელოვნება ამბოხი ყოველთვის. ანუ ნებისმიერი პოლიტიკურ რეჟიმის 60-იან წლებს საფრანგეთი გავიხსენოთ, მთელი კინო როგორ აღდგა სარტრი, კამიუ და ასე შემდეგ, ხო? ანუ მთელი ხელოვნება მოაწყო ფაქტობრივად რევოლუცია. ამიტომ და აი უკაცრავად გავაგრძელებ ახობაძის თემა, ძალიან მინდა ეს თქვა, შეიძლება გადავდივარ, მაგრამ დედებზე მინდა აუცილებლად თქვა, რომ მე სოხუმიდან ვარ და სოხუმში პურის ქარხნებში ქალები მუშაობდნენ. ისინი დარჩნენ ქალაქში და ისინი ცდილობდნენ თავის შვილებს დახმარებოდნენ. ისინი არ ტოვებდნენ ქალაქს და სხვათა შორის ერთადერთი იყო პურის ქარხნებს არ ბომბავდნენ არასდროს. ეს იყო პირიქით, ეს იყო ისეთი წერტილი, იმიტომ თვითონაც ამ პურს ეს პური აფხაზებსაც მიქონდათ გუმისტის იქით და ეს პური ჭირდებოდა ყველას. ამიტომ დღეს დედები არიან ჩემთვის იგივე რაც აფხაზეთში დარჩენილი ქალები, კაცები იყვნენ ფრონტზე, წინახაზზე და ქალები მუშაობდნენ და ეს 90-იან წლების დედებმა რაც გადაიტანეს, დღეს რას გადიან ეს დედები? რამე სხვა ხდება მათ ცხოვრებაში. მათ წაართვეს ის, რაშიც მთელი ცხოვრება ადამიანმა იშრომეს, თუნდაც აფხაზეთში, სამაჩოვის ყველაფერი წაართვეს და დღეს მათ ართმევენ შვილებს. ანუ შეიძლება ისეთი პარალელია რაღაც პათოსური, მაგრამ ჩემთვის მე რო დღეს ლიკას უყურებდი, ჩემი მეგობარი ანდრო, ჩემი სტუდენტი იყო, რომ არ მინდა ძალიან ემოციური ვარ ამ დროს, რომ უყურებდი როგორ იდგა ლიკა გუნცაძე ანდროს. მან მისი აფხაზეთია ანდრო, ხო? აბა რა არის ანდრო მისთვის? მისი სოხუმია ანდრო. და მას ეუბნებიან, რომ არა, შენ სოხუმს დაკარგავ. უკაცრავად. ნამდვილად ძალიან მძიმე არის ზოგადად მშობლების და ლიკაზე მინდა ვთქვა, რომ ლიკა არის თან ადამიანი, რომელიც გამუდმებით გვახსენებს, როდესაც ჩვენ ანდროზე ვიწყებთ საუბარს, რომ იქ სხვა პატიმრებიც არიან, სულ გვეუბნება, რომ სხვა დედებიც არიან, სულ ეუხერხულება საკუთარ დაპატიმრებულ შვილზე საუბარი და თან იბრძვის მისი შვილის გათავისუფლებისთვის,